კიევში დღეს დილიდან უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. მას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპის ქვეყნების ლიდერები ესწრებიან, მათ შორის ლატვიის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გერმანიის, დანიის, მაკედონიის, სლოვენიის, ჩეხეთის და სხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები. კიევში 50-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციაა ჩასული. კონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წარმოადგენს. კონფერენცია ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და პრემიერმა არსენ ჯანსენუკმა გახსნეს. უკრაინულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის, მათ შორის საქართველოსაც. საქართველო იმ ქვეყნების სამეულში შედის, ვინც ჰუმანიტარული მისიით ყველაზე მეტად დაეხმარა უკრაინას. უკრაინის მეგობარი ქვეყნები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული რეგიონების აღდგენა რეაბილიტაციაზე, აგრარულ რეფორმაზე, საინვესტიციო გარემოსა და ენერგოეფექტურობაზე მსჯელობენ. საქართველოს მთავრობა ყოველთვის ცდილობდა, რომ ხარშემოდგომოდა უკრაინას ამ მძიმე წლებში. ჩვენ შევძელით მოგზაურებული დახმარების გაწევა, როდესაც სექტემბერში ჰუმანიტარული დახმარება გამოუგზავნეთ, რომელიც მედიკამენტებს, ვაქცინებს და სხვა სახარჯ მასალებს მოიცავდა.